ეგრეთ წოდებულ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს ევა შაშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილსა და დათო ღურწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ევა შაშიაშვილის გარდა, რომელიც გირაოს თანასწორად ისედაც თავისუფლებაში იმყოფებოდა, ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ დაამტკიცა. 8 პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით განესაზღვრა. პროკურატურა მათთან შეთანხმების გაფორმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავო გახადეს. პირველ რიგში მინდა ბიჭებს ხო რომლებიც იქ არიან, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. იცოდეთ რომ მეც მანდა ვარ. გამოვედი ციხიდან მეორე ციხეში. მაგრამ გავუძე. არის ასეა, ჯერ ასეა და აბა ნახოთ ათი რა იქნება. ბიჭებო, მე თქვენს გვერდში ვარ, ჩემო კარგებო. დიდი მადლობა. ბიჭებო, დიდი მადლობა რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გავუძელე. და იმიტომ წამოვედი. რა იყო თქვენ წინააღმდეგ, ბატონო ალექსანდრე? აი თქვენ აღიქვავდით თავს დამნაშავედ, აი მტკიცებულებები რა იდო თქვენ წინააღმდეგ საქმეში? რა ვიცი, ბევრი რაღაცა იყო საქმეში, მაგრამ გააჩნია რა იყო სახიერი, რა იყო მართალი და რა იყო ტყუილი, ეგაა საკითხი. ეგაა საკითხი. თქვენი გადაწყვეტილება იყო საპროცესო. დამოუკიდებლად მივიღეთ, ჩვილო, მე ცოტა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ეს გამოსავალი იყო, მეტი არაფერი. ჩემი დაცვის მისაღები იყო პირობა თუ დაუყოვნებლივ გათავისუფლებოდა პატიმრობიდან და სასამართლოს ხდომის დარბაზიდან. შესაბამისად, ამ შეთანხმებაზე პროკურატურა წამოვიდა და შედგა ჩვენ შორის შეთანხმება, რომელიც დღეს დაამტკიცა სასამართლომ და გათავისუფლდა სასამართლოს ხდომის დარბაზიდან. ეს მისი სურვილით მოხდა, იმიტომ რომ აქ იყო არაერთი, ესე ვთქვათ, სპეკულაციური განცხადებაც, რომ იყო დაძალება და ასე შემდეგ. თქვენმა რა თქმა უნდა, მისი სურვილით სხვა ვერც დააძალებდა, ეს საპროცესო შეთანხმების პირობა ასეთი, რომ უნდა იყოს შენი ნება გამოხატული და ამ შემთხვევაში ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს, მოგმართეს განცხადებით და როგორც მათ დაუპირდით, ჩვენ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ისინი ცდილობდნენ იქეთ დამნაშავედ წარდგენ ბრალდებაში და ყველა მათგანს, 8 მათგანს განისწორა თავისუფლების 3 წლის ვადით, რაც ჩაითვალათ პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, თუ კი კიდევ ვინმე სურს რომ აღიაროს ჩადენილი დანაშაული გულწრფელად მოინანიოს და მოგმართოს განცხადებით, მათ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს, სანამ განაჩენი გამოცხადდება. ამდენად, თუ კიდევ ვინმე სურს მსგავსი რამის გაკეთება, შეუძლიათ ნებისმიერ დროს განაჩენის გამოცხადებამდე. თუმცა ეს აღიარება უნდა იყოს ნებაყოფლობითი და როგორც კი ასეთი რამე გვექნება, ჩვენ ვიმსჯელებთ მათთანაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობას. მეორე ინსტანციაში შეიძლება ეს საპროცესო შეთანხმება მიიღწიოს. შეთავაზება არა, შეთანხმება ის. საპროცესო კოდექსის მიხედვით შესაძლებელია უზენაესის განაჩენამდე, თუმცა მიზანშეწონილია თუ ვინმე სურს აღიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ამ ეპიზოდს 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა 7 მათგანმა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ, ზაქრო ალბუთაშვილმა, დავით ჭყინტმა, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურვამ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ. მათ საქმის განხილვას მოსამართლე გიორგი გელაშვილი გააგრძელებს. ბრალდებულებიდან 14-ს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. ია დარახველიძეს კი მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.